მშვიდობისა. როგორ ხართ? გოგონა ახატიოდა და გულები. ახატიოდა დედა არა, ეხატა. ეხატა გოგო და გულები. გულები ქონდა. ევეკო იხსენებს თავის ძველ ჩანთას, რომელიც ბაღში დაქონდა, ხო? ხო. და გადავაგდეთ ძველი ჩანთა და დედიკო 3 წელი ატარე ის ჩანთა და რამდენი ხანი უნდა გქონოდა კიდე? ჰა? წავედით სკოლაში. კი. წავედით სკოლის, რილაქსი მაქვს. ჩემი ყავი თურთ. მაქვს დაახლოებით 9 საათი. რომ დავტკბე ამ ჩიტების ჭიკჭიკით და მივთაყო და მივწოვიდე სამსახურში. ამდი კაი გვაქვს ცოტა ღრუბლიანი. არ წვიმს რაც თავარია და სიცივე არ არის. ეხა კი მაცვია მოსაცმელი, მაგრამ მე დაცხება ვიცი. აქ რო ზიხარ გეგონება რომ ტყეში ხარო. ისეთი ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკი ისმის. ერთადერთი ეს ღრუბლიანი, ამინდა ესე თვალებს ვერ ვახელ ნორმალურად, იმიტომ რომ მაწუხებს ზერო იჭყიტება ღრუბლებიდან. უფრო შემაწუხებელი არის და სათვალე ჩანთაში მაქვს და მეზარება ამოღება. თქვენას ვთქვით. რა ხდება? სახლში მივდივარ როგორც იქნა მთელი 9 საათის დაგვიანებით. რა ვქნათ? ხანასია, ხანისია. ხა უნდა გავიარო საცხობში. ვიყიდოთ პური. გოგოები სახში არიან. ზურაც სახში არის. ისვენებს, იმიტომ რომ დილას მუშაობდა. მე ევეკო მოიყვანა. ხო და საღამოს კიდე სამსახურში უნდა წავიდე. ჩემბები გვაქვს. ნარგომ გააკეთა აჯობ სანდალი და ერთ სუნმაკ ახლა როდის მევა სახში. ვიყიდე პურს და გავაკეთებ კიტრის და პამიდორის სალათას თუ არა აქვს გაკეთებული. ზოგადად ნარგო სალათის გარეშე წარმოუდგენელია, სულ აკეთებს სალათას და დღეს არ ვიცი ახლა თუ გააკეთა. გავიაროთ ახლა საცხობში. მოვედი სახში, კარგა გემრიელა თვისადილი, აჯაფსანდალით და სალათით. ევებებე, შემოტრუალდი. გამეპრანჭე. წადი. სად მიდიხარ ახლა? სურათის გადასაღება. ხო და დან დავტოვეთ ნარგოსთან, ზურა წავიდა სამსახურში და მივდივართ ახლა უნდა გადავიღოთ სურათი 3-4-ზე, რომელიც გვჭირდება. აბა კარგი ხალიჩები 4 ევროთ, 5 ევროთ, 3 ევროთ, 2 ევრო ნახევრად, 1 ევროთ. სტოპ. შემოტრიალდი. პეტრალონაზე ვიყავი. ესე იგი იხსენებს ხალხო 1-2-3 წლის ამბებს. ვის შევხვდით, სად ვიყავით, როგორ წავედით? ბაბა ბევრჯერ წამიყვანა. რას წავყევით? ნარგო? ნარგოსაც დაყავდი, ხო? მამიკოსაც უფრო მეტად დედიკოს დაყავთ. ჯერ დედიკოს. მერე ნარგო, მერე შენ. მერე მე. ბალას შენ იყავი. ბოლოს მე ვიყავი? სულ მამიკო წამიყვანა. მოტოციკლეტით. სულ მამიკოს დაყავდი? ხო. ისე შედა გითხარი მე. მოკლედ წავედით გადავიღოთ სურათი. მე რომ ვჭამებ, ვეღარ ვინზრები. ისე ჰაეროვნად. როგორც სამსახურიდან მოვდიოდი, რომ დაღლილი რომ მოხვალ, დაქაცული და რომ შეჭამ და კიდე უფრო მეტად რო გინდა რომ წამოწვე და დაისვენო. მაგრამ ვინ გასვენებს ბატონო? ხო და ვინ გასვენებს ბატონო? წავედით გადავიღოთ სურათი. გადაიღო ქალბატონმა სურათი და წავედით ახლა. ასე გადავეღა. წადი გოგო, წადი.
სადი გოგო. ეხა წავალ სკლავენიტში. და მერე მოbrundებით. ხო, მერე მოbrundებით, რომ სურათები ავიღოთ, ხო? სამი სურათი. ხო, გავიარეთ მარკეტში, როგორც გითხარით, და მერე გამოვიარეთ, წამოვიღეთ ფოტოები და მარკეტში ვიყიდეთ ნაგვის პარკები, წვენი, ორივეს ქონდა სხვათა შორის ფასდაკლება, ხომ მშვიდობა გაქევე? დამელოდე და მოგეხმარები, მოიცა. ყველი ინდაურისფილე, პაქსიმადი, იგივე დასუხარებული პურივითა, ოღონდ საკმაოდ ისეთი მაგარია. ბრინჯის ესეთები, რა ქვია ამგეს ქართულად? არ ვიცი, რა ქვია ქართულად. მართლა არ ვიცი, ოღონდ ესეთი ორი ცალი, სხვადასხვანაირი. აქ არის ანთოტირო, ნადუღს გავს ძალიან, არაქისის კარაქი, რომელსაც დანამატი არაფერი არ აქვს, ანუ სუფთა არაქისის კარაქია. იოგურტი ამჯერად 2-4 აირჩია ქალბატონმა ეველინა, ვიღაცა ყვირის გარეთ. დედა, როგორ ჩხუბობენ? ხელსახოცი გინდა? პატარა ერთი ზომისა, დედა, ყველა. კვერცხი და სენდვიჩის პური და ეს სიამოვნება გამოვიდა 23 ევროს და 55 ცენტის. ვალა. ხო? ცხვირი ვის აქვს დასრული? ჰა? გადაასხი? გოგო. მოგეწონა იოგურტი, ევეკომ რომ მოგიტანა. ხელსახოცი? ხელსახოცი გინდა? ორესტე. ინებეთ. ცხვირი გაქვს, მოსაწმენდი, ცხვირზე გისვია იოგურტი. ახლა ცხვირზე? ჯერ მაგიდა და მერე ცხვირი? მოლი ვიღაცას გამოეკიდა. როგორ ბრაზობს მოლი? პური და? გოგოები ვაბანავე, დავაძინე. ზურა ჯერ კიდე სამსახურშია. ხო და ეხა მივხვდი როგორ დაღლილი ვარ. ახამდე იმდენად ვერ ვგრძნობდი. მაგრამ არ მეძინება რატომღაც. რატომღაც არ მეძინება, ხო მოლი? მოლი მყავს აკერგვერდით. ვეკოს ახველებ, წამოახველა უბრალოდ 1-2 ეხა და დავხედე მეთქი რა ჭერს თქო. და ისევ ახველებს. შეიძლება წნევა მომიწიოს. იმედია ისე დაახველა. ვიმედოვნოთ, უბრალოდ. ნერწყვი გადასცდა ბავშვ ძილში. ხომ შეიძლება? მოკლედ. ნარგოს დღეს ფეხი შეუშუყდა. და ხვალისთვის ვიზიტი დავნიშნე კერძო ექიმთან, რადგან 5-ში ვართ დაბარებული საავადმყოფოში და საავადმყოფოში დავრეკე, რომ იქნებ დროზე ადრე მიგვეღოთ თქო და მეო ვერანაირ პასუხს ვერ გაქცე, მოგენაცვალეო, ასე მითხრეს, მე უბრალოდო საინფორმაციო ცენტრში რეკავთო რა, საავადმყოფოს საინფორმაციო, ხო და თუ ინფორმაცია უნდა მომაწოდო შემამაცხონებულო. არ უნდა მითხრა ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე, მერე გადამრთო რომელიღაც ხაზზე და იქ არავინ არა იყო მის დღემში ტელეფონი და გავთიშე მერე და ისე დავრეკე. აქ კერძო ორთოპედთან, სადაც ზურა დადიოდა ადრე, მუხლი რო ქონდა დაზიანებული და ხვალ უნდა წავიყვანო ნარგო, რომ გავიკოთ, ანუ შეუშუპდა, ეხა ფაქტია მოტეხილობა აქვს, შეშუპება ვიცით რო ხდება, მაგრამ დღეს ძალიან შეუშუპდა და ცოტა ფერიც შეცვალა ფეხს თურმე და არ მეუბნებოდა ამ ყველაფერს, სამსახურში ვიყავიო, არ გითხარიო.
მოკლედ სანერვიულო და საფიქრალი არ ილევა, ამიტომ განტვირთვისთვის ახლა უნდა გავაგრძელო წიგნის კითხვა, სხვათა შორის ვკითხულობ ძალიან კარგ წიგნს თევზი ხეზე. ეს წიგნი არის ბავშვზე, რომელიც სწავლობს სკოლაში, რომელსაც დასცინიან, რომელსაც ესე ვთქვათ აბულინგებენ, ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში და ასე შემდეგ, ბევრი რო არ გავაგრძელო და ერთ დღეს ეცვლებათ მასწავლებელი და ახალი მასწავლებელი, რომელიც მოხვდება სკოლაში, ამ კლასში ის მასწავლებელი მიხვდება, რომ ამ ბავშვს აქვს დისლექსია და არა სხვა რაღაც პრობლემები, რასაც მანამდე აბრალებდნენ, რომ ჰქონდა და ამ ბავშვში აღმოაჩენს ძალიან ბევრ ნიჭს, რომელიც იმალება. ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველა მშობელმა, ყველა მასწავლებელმა ვფიქრობ და ბავშვებსაც აუცილებლად უნდა წავუკითხოთ და ავუხსნათ და განვუმარტოთ ყველა დეტალი. ისეთ საინტერესო საკითხავია, მე PDF ფორმატში ვკითხულობ, ანუ თვითონ წიგნი არ ამაქვს ხელში. რაც ჩემთვის არის ტანჯვა. მე ზოგადად არ მიყვარს ეს ელექტრონული წიგნების კითხვა, მირჩევნია წიგნი მეჭიროს ხელში, მაგრამ რადგან წიგნი არ მქონდა, ხელმისაწვდომი არ იყო ამ მომენტში ჩემთვის, ვარჩიე რომ ისევ ესე PDF ფორმატში წავიკითხო და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს წიგნი აღმოვაჩინე. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, ძალიან ბევრ რამეზე სხვანაირად შემახედა, შეიძლება მანამდეაც ესე ვფიქრობდი, მაგრამ კიდევ უფრო დამარწმუნა ბევრ რაღაცაში. ეს წიგნი არის მართლა ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრ რამეს სხვა კუთხით დაგანახებთ. თევზი ხეზე, ესე ქვია. ესეთი ამბები. ხოდა ავდგები ახლა და წავიკითხავ. თითქმის ვამთავრებ უკვე. ის მომენტია, რომ არ გინდა წიგნი რომ დამთავრდეს. ხოდა ხვალ ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის ექიმთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს. აქედან ახლა დაგემშვიდობებით. თუ არ გეწყინებათ. მოლი, როგორი თბილი ხარ, გოგო. ხოდა შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.